ანუ განსხვავებით ჩვენგან უკვე არიან ქვედანაყოფი, რომლებიც კოსოვოში როტირებენ, ანუ მიდიან და მოდიან და იმათი გადმოცემით მახსოვს აი ეს გაახსენდება კოსოვოს ბოტასებს ვეძახდით რა. ანუ იქიდან გადმოდიან კოსოვოში, ვინც უკვე ორჯერ იყო ნაყოფი ან ერთხელ მოავლინეს ჩვენთან. და სპორტულები რო გვეცვა ხოლმე მათ ეცვათ ლურჯი ბოტასები და ლურჯი ბოტასები ნიშნავდა რომ კოსოვოში იყავენ ნაყოფი ან ვიღაც ძალიან ახლობელი ტიპი ყავდა იქ ძმაკაცი რომელმაც დაგითხრია რა და ნუ ეს კოსოვოს ბოტასები არ იხეოდა აი ნოკია და კოსოვოს ბოტასი იყო ერთი ან მე მგონი ეხაც ანუ ვერაფერს ვერ უშებოდით აი ვერაფერს ვერ უშებოდით მე სადღაც ხდებოდა რამოდენიმე წლის შემდეგ შემოხვდა ბრენდი იყო თუ წარი ახსოვს აი არ მახსოვს არ დავფიქრობ ლურჯი ბოტასი კოსოვოს ბოტასები და კომფორტული იყო ძალიან გერმანული იყო ანუ გერმანული ბოტასი იყო მაგრამ ეგ მოვიძიოთ და შემდეგ აი სადმე აქ ჩავსვათ ეს კოსოვოს ბოტასი აუცილებლად მოვიძიებთ ან ვიღაცა გამოგვიზნ პერიოდში როდესაც მე მივედი ჯარში ხდებოდა შენ უნდა მიგეტანა ან შენ სპორტულ ფორმაზე ხდებოდა შენ უნდა გეზრუნა რა ეს რო თქვა ანუ მე ვყიდულობდი ხო ეს ზუსტად მახსოვს ის რომ ესე იყო ანუ მე მივიტანე ჩემი სპორტულები, რომელიც იყო, უნდა ყოფილიყო რაღაც მოთხოვნა, რომელიც თავიდან არ ვიცოდით, ესე კი არ ყოფილა რომ ჩამონათვალში კრიტერიუმი ყოფილიყო რომ სპორტული ყოფილიყო ესე. უბრალოდ ხო იყო რომ სპორტული, აი ეს გამოსაცვლელი რაღაც პირად ჰიგიენის ნივთები, ესე უნდა მიგვეტანა. ხოლო როცა მივედით აღმოჩნდა რომ ეს სპორტული ზოგს თეთრია, ზოგს მწვანე, ზოგს წითელი აჭელებულები ყავით და მე დაურეკეთ მშობლებს და მეგობრებს და ერთფერში. მოხდა ერთფერში რაღაც მუქს სადა ფერებში ჩავიცით ყველა მაქსიმალურად. ნუ იქ იყო შემდეგ ბოტასები, კეტები, რაც რა თქმა უნდა მაშინ არავინ არ ფიქრობდა. ჩვენ, კი, მე თან ახლა ჩვენ ვინც სპორტსმენები ვიყავით, კი ვიცოდით რომ დაუშვათ ერთი ზომით, ხო, ერთი ზომით დიდი. მეც ახლა ვარჯიშობდი, მაგრამ არ ვიცოდი რომელი იყო სარბენი ბოტასი, რომელი იყო რაღაც ტრეილის სარბენი ან რაღაც ხოხდებიან ძალიან დიდი ეხლა საერთოდ სხვა ცნობიერება არის და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. და მაშინ ეგ მახსოვს ზოგი შიპებიანი ბოტასებით იყო, ფეხბურთის შიპებიანი რო იყო ზოგი რაღაც ძალიან სასაცილო იყო, თუმცა მაშინ ეს სიტუაცია იყო, ამას ვიძახი 4-5 წელი, 2004-2005 წელი. მახსოვს აი ძალიან დიდი პრობლემა იყო, როცა ყიდულობდნენ ბოტასებს, ანუ ზუსტად იმ ზომებს 38 მოქონდათ ხო 51 და სირბილის პირველივე სირბილზე ყველა თითი დაშავებული ქონდა ჯარისკაც და ვეღარ იცმევდნენ ანუ მეორე დღეს უკვე ჩაცმა შეუძლებელი იყო შეშუპებულ თითებზე და ფეხებზე ამიტომ მე ესეთი ოფშენი მოგცეს რომ შეგვეძლო გვერბინა ეგ ძალიან ესეთი ლეგენდარული ლურჯი ერთი უწყვეტი ჩუსტები რო იყო თუ გახსოვს აი 800 რეალდებოდი და აქ მოვარდებოდა მაგ ეგ იყო ძალიან ან თითქმის ყველანი მაგაზე გადავედით იმიტომ რომ ნუ მოგიხსენება ძალიან დიდი დატვირთვები იყო რო ანუ უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ და არ მომეხსენება მომიყევი როგორი დატვირთვები იყო წანისიდან ჩვენი სერჟანტები ესე იგი მოგვაწყობდნენ და წანისის საწვრთნელი ბაზა სადაც არის ეხლა იქედან კუმისის ტბაზე ავდიოდი ცირბილით რა თქმა უნდა გაუჩერებ ანუ არაფერი დიდი ეხლა ვის დარბის და ჯარისკაცების ეს არ უნდა იყოს მაგრამ ჩვენთვის ეხლა ახალი მისული ადამიანები რომლებიც საერთოდ არც ქონდათ ნარბენი ესეთი ბიჭები არა ორი გოგო ყავდა სხვადასხვა წარმოიდგინე 2005 წელია ორი გოგო ყავდა ჩვენ ქვედანაყოფში მაგრამ ჩვენ ასეულში და ბევრნი იყვნენ სხვადასხვაში და სამწუხაროდ არ მახსოვს გვარები და საწყენია და სირცხვილივე და ძალიან მაგარი გოგოები, აი ისეთი ქართველი გოგოები რა, რომ გაგიხარდება და მოგეთ ესენი წარმოიდგინეთ ჩვენ მივბივართ კუმისზე, ზოგი ჩუსტებით უკვე ზოგი რაღაც ძალიან მოჭერილი ბოტასებით ავდივართ სერჟანტები მაშინ ვინც იყვნენ გაწვრთნილები და წვრთნიდნენ ჩვენ მათ ქონდათ გავლილი ამერიკული კომანდოს კურსი ესე რა ვთქვათ რა რაღაც დააპდეიტებული კომანდოს კურსი ანუ drill ინსტრუქტორის კურსთან მიახლოებული, სადაც აი ჩვენ რო ხედავთ ხოლმე ხა იმაში კადრებში როგორ უყურიან ამერიკელები ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთ ჯარისკაცებს ეგრეთ წოდებულ boot camp-ზე, ანუ კარანტინში. რატო უყურიან ხო? ხო მაგას მე ვილაპარაკობთ, იმიტომ რომ ნუ აქეთ გადმორთვა მოხდეს. ეგ კარგი თემა არის და მოკლედ მივდიოდით
ყველა იყო მოტივირებული და მომართული იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გვეწვალა. ანუ მან ჩანდა, მან უყურებდა სერჟანტი ჩვენს ხსნას. რაც უფრო მეც ვიწვალებდით, რაც უფრო მეტად დავიტანჯებოდით, რაც უფრო მეტად დავზიანდებოდით, ანუ იმ პირველ სახეს ვიძახი, ან ბოროტყულად კი არა, ანუ ეს ხო ის არის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კივილი, რომ ეხლა ჯარისკაცმა უნდა ირბინოს ხო, რა უნდა ქნას ჯარისკაცმა უნდა ივარჯიშოს. ჩვენ მოვდიოდით სამწუხაროდ ქართული რეალობიდან, სადაც დავუშვათ ჯერ კიდევ მშობლები თან ცხოვრობთ, გვიმზადებენ საჭმელს, გვირეცხავენ და ასე შემდეგ. ანუ ეს გარდაქმნა უნდა ყოფილიყო აშკარა ძალიან ესე ცოტა მოკლე დროში ჩატეული. ეს პერიოდი არის და ჩვენი მიტანილი ესე რომ ვთქვათ ტანსაცმელი, ჩვენი ბოტასები, მომზადების პროცესი და უცებ ხვდებით რომ ამ უხარისხო რაღაც ჩვენს ესე რომ ვთქვათ აზრობებს სხვა აჭერებულ არასტანდარტულს უცებ წინააღმდეგობა ხდება, შემოდის ძალიან საგრძნობლად შემოდის თავად შეერაღებულ ძალებში მაშინ ახალი ამერიკული ხარისხის ამერიკიდან პირდაპირ ფორმა ბათინკი ეგრეთ წოდებული ვაფლები მაშინ თან შემოდის როგორც მწვანე კამუფლირებით, ასევე ტყის კამუფლირება, ასევე უდაბნოს კამუფლირება, ორი, ანუ ორი არა 4, ანუ ორი წყვილის თავის ქუდებით, თავის ქამრებით, თავის წინდებით, ბათინკებით, კიდევ სპორტულებით მაგას მოსდევს ის რომ ჩვენ აი ამერიკაში მომზადებული ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი ოფიცრები სხვათა შორის მაშინ ყავდა პირველი 100 მეთაური ქალი თავდაცვის ძალებში, ნუ თავის ძალებს როცა ვიტყვი და შეერაღებული ძალები ორივე ვიგულისხმობ, რომ ეცვლებოდა სახელი. შეერაღებული ძალები 10 უკვე თავდაცვის ძალები და მაშინ შეერაღებული ძალები და მახსოვს, გვარს აღარ ვიტყვი, ძალიან ისეთი ვაჟკაცი ქალბატონი, ჩვენი პირველი 100 მეთაური. ნუ ეს იყო რაღაც ჩემთვის შოკი იყო რა, თან ისეთი გოგო იყო, რომელიც აი ნამდვილი სამხედრო რა ჩემთვის. არ ვიცი მას რა განვითარება მოყვა შემდეგ თავდაცვის ძალებში, სად არის და როგორ განვითარდა, მაგრამ ნუ იმ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან სამაყო იყო. და ძალიან საკვირველი ხა არ ვიყავით მიჩვეული ხო რომ ქალი ფორმაში თან მეთაური. ხო. შემოდის ეს ყველაფერი და ვსწავლობთ ჩაცმას, ანუ იქ ფორმა ზოგი დიდი, ანუ ის ქართული რეალობა, ანუ გამოუსწავლო მაინც შეჭა რომ ზოგს ვიღაცას პატარა ხდება, ვიღაცას დიდი, ანუ განაწილებს ეს ლოჯისტიკური რაღაცები, მინუსები, მაგრამ კარგი, არა მე მიხარეს აი ზოგადად როცა ამას ვიტყვი, ნებისმიერ სხვა გადაცემაში თუ მანამდე მithქვამს, არ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცის დაკენების მხრივ პირიქით ეს ისე ანუ მე ვთვლი რომ ეს ყოველთვის გაიარო რომ გაიზარდო. ანუ ესე პირდაპირ სამწუხაროდ არ არის, კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა. და ხდება ამ ყოველთვის მიღება, ამას მოსდევს რა თქმა უნდა აღჭურვილობა, არ არის მარტო ფორმა, ამას მოსდევს განტვირთვი ჟილეტი, ამას მოსდევს საფხუტი, მოსდევს ჯავშან ჟილეტები და ასე შემდეგ.